მოვზანდით. უკაშობია ბაბა. კლდეს შეჭიდებული კაცი. ასე უწოდებდნენ მას გასული საუკუნის პრესის ფურცლებზე. ენთუზიასტი მთასვლელი. ასე გაგვაცნო საკუთარი თავი არაერთი ექსპედიციის ინიციატორმა გოდერძი სამხარაძემ. ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული მოზარდი თურმე თანატოლებს შეკრიბავდა და სწორედ მათთან ერთად შემოიარა იმ დროისთვის მშობლიურ მხარეში არსებული თითქმის ყველა გამოქვაბული. ბავშვობიდანვე რაღაცა ამიკვია და ბუნების სიყვარული. ძალიან მიყვარდა ბუნება. შევკრიბავდი რამოდენიმე ბავშვს. აი მაგათაც ჟიული ნანიტაშვილი იყო ხოლმე ჩვენთა ქალაქის ხატვარი მაშინ ჩვენთან სწავლობდა და ბევრი სხვა. და ჭიათურის გამოქვაბულებში. ყველა ჭიათურის გამოქვაბული მაქვს ნახული, რაც კი არსებობს ჭიათურაში. ახლა რომე ჩამოდის ის ან ინსტიტუტებიდან, ან სახელმწიფო მუზეუმიდან ყველა მოდის ჩვენთან და მივყავს და ვაჩვენებთ ჭიათურის ისტორიულ ძეგლებს. ლევან გოთუას მგზავრულმა კრიალოსანმა მისი ცხოვრება შეცვალა. სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ იმ პერიოდში კაცხის სვეტის დალაშქვრა მისი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა. მიზანი რგანის მაღაროს ალპინისტურ ჯგუფთან ერთად სისხლში მოიყვანა და სვეტიდან ალიოშა ჯაფარიძის უნიკალური წერილით დაბრუნდა. და წერია იქ ერთი ფრაზა. მე მგონია გავა კიდე მრავალი 100 წელი რომ კაცხის სვეტზე ფეხს აღარავინ ავა ისე აღარ დაადგას ისე როგორც არ დაუდგია დღემდე. ასე ქონდა წარმოდგენილი მას. კაცხის სვეტი პირველი ასვი და 10 წლის შემდეგ 55 წელს მოვაწყო ექსპედიცია კაცხის სვეტზე. 5 კაცი ვიყავით. თენგიზ ხვედელიძე იყო, ვარდინ გოსაძე იყო და სხვები რა თქმა უნდა. ავედით კაცხის სვეტზე. ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ის რომ კაცხის სვეტზე სიზნელი გაგვევლო. მოგვეხსა ჯაფარიძის დატოვებული წერილი იმ ჯგუფის. აი ნახეთ სად არის წლებია მისთვის ყველაზე საინტერესო სამყაროს სწავლობს. არასდროს კარგავს სურვილს იპოვოს ახალი და მიუხედავად იმისა, რომ ახლაც 84 წლის ასაკში ძიების პერიოდი აქვს, ახალგაზრდული შემართებაც არ აკლია. დაახლოებით 25 მწვერვალი მაქვს კავკასიაზე გაკეთებული მე. 14 პერევალი. ჩემი გამოჩენილი ინსტრუქტორი მაშინ სოფლიოში ცნობილი მთასვლელი იყო მიშა ხერგიანი. მე არ მიწევდა იალბუზი ასვლა. იმის წყალობით ავედი იალბუზე რომ თხოვე მოთხარი მიშა აუცილებლად მე უნდა წამოვხო და წამოვყანა იალბუზი. იმის შემდეგ დავიწყე ჭიათურაში მოღვაწეობა ხოზღონოვილი ქალაქის ალპინისტურ სექციას. დაახლოებით 25 წლის მანძილზე. გოდერძი სამხარაძე ჭიათურაში ერთ ლამაზ ქუჩაზე ცხოვრობს. უფრო ლამაზი ხედი კი მისი სახლის ფანჯრებიდან იშლება. ამ სახლში ახლა წარსული აწმყო და მომავალი ერთად მის საყვარელ ერთ ოთახშია თავმოყრილი. აქ გამოფენილია ჭირიმე ისეთი ექსპონატები, რომელიც ნათელს ფეს ჭიათურაში ადამიანის ცხოვრებაზე მილიონი წლით ადრე წყლის როცა იყო დაფარული იმ პერიოდსაც კი. აი ნახეთ, მარმარილოში თევზის ლაყუჩი. აბა როდის იყო მარმარილოში ეს თევზი იქნებოდა, მაშინ ხო სიცოცხლე არ იყო, ადამიანი არ არსებობდა. წუხს რომ მათი ღიად გამოფენის საშუალება არ აქვს. ამბობს რომ როცა საჭიროდ ჩათვლის ექსპონატებს მუზეუმს, ჩანაწერებს კი არქივს გადასცემს. ვინ არ მოდის ახლა ამის მოგვყიდე აქ მოგვეცით. ეს მე რო გამეყიდა 40-60 წელიწადი კი არ მექნებოდა. და განაცხადილი აქვს ჯერ შემიძლია როცა შეიძლება გადავცე მუზეუმს სპეციალური აქტით როგორც მაქვს მე აგერ მაქვს საბუთები აგერ საშხელის მუზეუმს მაქვს გადაცემული მასალები ჭიათურის მუზეუმს მაქვს ხრეიცის მუზეუმს მაქვს ისეთი მასალა რომელიც მათ ეკუთვნოდა. სახლში გახსნილ მუზეუმს სტუმრები არ აკლია.
ეს ჩანაწერები ის წიგნიდანაც აშკარად ჩანს. ჩანაწერების წიგნში ვკითხულობთ. აღფრთოვანებული ვარ ბატონი გოდერძის მრავალწლიანი შემართებით და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სიყვარულით. ვუსურვებ მას კიდევ ხანგრძლივ მოღვაწეობას და ჯანმრთელობას, პირად ბედნიერებას. პატივისცემით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ნოდარ ბახტაძე. ძვირფასი და უძველესი ექსპონატების გარდა გოდერძისთვის ამ სახლში უფრო ძვირფასი ოჯახი ცხოვრობს. მეუღლე, 2 ქალიშვილი და 6 შვილიშვილი. გოდერძის უყვარდა გასვლითი სამუშაოები, გადიოდა თავის ჯგუფი ყავდა. მე კიდე შვილებს და ოჯახს ვლიდდი და ვიყავით ასე შეხმატკილებულად ვცხოვრობთ დღემდე შვილო. თქვენ არ ნერვიულობდით, როდესაც ის როგორ არა, მაგრამ იყო ისეთ ყურადღებიანი, რომ მაინც გებულობდი ამბავს. რომ წავიდოდა, ახლა რა თქმა უნდა, ჯერ ვაკიჟდოდა ცუდად ხარ რა არის და მთაში და გამოქვაბულებში სიარული ალბათ მეც ვიცი რომ ძალიან ძნელ საქმეს და ქონდა იყო და გაშორებული მაგის საქმიანობა. ცნობილი მთასვლის ცოლობა ადვილი არ ყოფილა. მეუღლის ექსპედიციაში ყოფნა მისთვის მუდმივ შიშთან და განცდებთან ასოცირდებოდა. ახლა რა თქმა უნდა რომ ოჯახში ადამიანი რომ მოაგე ერთი დღეს რო გავიდეს და მაინც ის იყო, მაგრამ ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებდი რა თქმა უნდა ეს ასეა და ასე უნდა ყოფილიყო. შეიძლება თოობითაც ასულიყო და ეს ოჯახს რა თქმა უნდა აკლდა. როდეისხებოდა ჩემი წარსვის პერიოდი. საუბარობა ყოფილება შეიძლება ოჯახში. რა თქმა უნდა. ეზარებოდა წარსული. მაგრამ დილას ავდგებოდი და სულ ყველაფერი ჩემი გამზადილი დავხვდებოდა. იცოდა რომ გვერდი არ ეევლებოდა იმ წარსულს. ახლა გოდერძი სამხარაძე დროის დიდ ნაწილს საკუთარ კარნიდამოში ატარებს. სიმაღლის ჯიში რომ არ აქვს, მის ვენახსაც ეთყობა. საუკრიფავ ვენახს ვახედავ. ავსიმაღლეები ერკინები. გოთხოიცის კაცი. კრიფავთ? აბა ვიმოკრიფავ, მე გავცხადი ახლა წერს და მოვკრიფე და გავსვედი. ამ რკინებზე ადიხართ ხოლმე. კლდეს შეჭიდებული კაცი. გოდერძი სამხარაძე წუხს რომ შვილებმა მისი საქმიანობა არ გააგრძელეს, თუმცა ის მთელი ქალაქის იმედია. განსაკუთრებული რელიეფის მქონე დასახლებებში ნებისმიერი ცვლილების შემჩნევისას პირველ რიგში დახმარებას სწორედ მას თხოვენ, რადგანაც იციან, რომ მასზე უკეთ კლდეებით გარშემორტყმულ ქალაქს არავინ იცნობს. თუ გინდათ რომ კარგად იყოთ, თქვენი საქმიანობა არ უნდა დაგაქო არასოდეს. უნდა აკეთოს შენი საქმე. ხოლო გულით უნდა აკეთოს, სიყვარულით.